პრემიერის ვიზიტი გერმანიაში გრძელდება. ქვეყნის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად მიიღო და ერთობლივი პრეს-კონფერენციაც გამართეს. წინა ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრა. კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა. გერმანიის კანცლერმა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთდროულად უმასპინძლა. ბერლინში აუდიენციის დროს განხილვის მთავარი თემა ასოცირების ხელშეკრულება იყო, რომელსაც საქართველო და მოლდოვა 27 ივნისს გააფორმებენ. მივესალმები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებს. გერმანიას აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა სამივე ქვეყანასთან. მინდა სიხარული გამოვხატო უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო. საქართველო და მოლდოვა ივნისის ბოლოს მოაწერენ ხელს შეთანხმებას. ამას კი აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დატვირთვა. ფიქრობ, ეს ქვეყნების მომავალზე დადებითად აისახება და გაგრძელდება მათი დაახლოება ევროკავშირთან. ევროკავშირი კი რუსეთს ყოველთვის მიუთითებს პასუხისმგებლობისკენ, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აირჩიონ ევროპული გზა. მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსულ საფრთხეებზე ისაუბრა უკრაინის პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოსთვის ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ ხელს მოვაწერთ 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ეს არის ერთგვარი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის მოდერნიზება. საქართველოს როგორც ევროპული სახელმწიფო, მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, საქართველოს არის ევროპული სახელმწიფო, ერთგულად განაგრძობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის გამტკიცებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ქვეყანა შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. პირველ რიგში ეს ეხება რუსეთს. ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოების საკითხები. ბერლინის კედელი დაინგრა, ევროპაში აღარასოდეს იქნება ახალი ბერლინის კედელი. ჩვენ მთელი გამოწვევები და პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ. პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში აახენის მერიაში მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად მიღებას დაესწრო, სადაც კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღარიბაშვილი მიღებაზე სიტყვით გამოვიდა და ჯილდოს მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის მიულოცა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოლდოვისა და უკრაინის პრემიერებს იმისთვის, რომ მიიღეს ჩვენი მოპატიჟება და სტუმრობით დაგვდეს პატივი. ისინი არიან მამაცები და მინდა ამისთვის ჩემი პატივისცემა გამოხატო, რადგან სიტუაცია ამ ქვეყნებში რთულია. რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამოწვევა მიუღებელია და უფრო მეტად სამწუხაროა, რომ ეს დიდი ქვეყანა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ევროპის ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არ არსებობს ნოსტალგიური გრძნობა დიდი წარსულის მიმართ. არავით არის საზღვრების დარღვევა მეზობლების ხარჯზე და არავით არის რევანში. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე კვირით ადრე ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტს მნიშვნელობას უწოდებს მართველი პარტია. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ კანცლერის მხარდაჭერას საქართველოში განხორციელებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა განაპირობა. საქართველოს ხელისუფლების მცდელობებმა მიმართულმა დემოკრატიული რეფორმებისკენ, ქვეყნის ტრანსფორმაციისკენ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა დაიმსახურა გერმანიის კანცლერის მხრიდან და ეს არის დადასტურება იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არის თანმიმდევრული, არის პროგნოზირებადი და ყველა მცდელობა საქართველოს მთავრობისა მიმართული არის ქვეყნის შემდგომი მოდერნიზაციისკენ. გერმანია არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას მთავარი პრინციპული სახელმწიფო, რომელთანაც ურთიერთობა ჩვენი და გერმანიის არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გერმანიის დამოკიდებულება საქართველოსადმი და ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის არის ძალიან მკაფიო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი პირისპირ შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან.